მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. კარგი მთავრობის ინდექსით საქართველოს მაღალ საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია. ჯაშუშობის საქმეზე დაკავებული 2 ადამიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მუშაობა დაიწყო. ძირითადი ფუნქცია მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი, საჯაროდ გავრცელებული განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა არის. სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდარღვევის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ოქმის შედგენას და საერთო სასამართლოებში გადაგზავნას. საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით. თემაზე კეთდება უკვე შეფასებები, სოფო ბერიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. მართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ხელი შეუწყოს საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას, როგორც ქართული ოცნების წევრები ამბობენ, ეს პრაქტიკა წლების წინ სწორედ რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მათმა მხარდამჭერებმა და დამფინანსებლებმა დაამკვიდრეს. ახლა კი სახელისუფლებო პარტიის განცხადებით ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში ჩამოყალიბდეს ის პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს მძიმე და მანკიერი რეალობის შეცვლას. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას. სამწუხაროდ წლების წინ ქართული საზოგადოებისთვის სრულიად არადამახასიათებელი რამ იყო რადიკალების, მათი დამფინანსებლების და მხარდამჭერების მიერ თავსმოხვეული. სახელმწიფოს მხრიდან იქნება გაკეთებული აბსოლუტურად ყველაფერი, რომ ობიექტურად მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და სასამართლო განსჯის ჭრილში ჩამოყალიბდეს სწორი პრაქტიკა, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ამ მძიმე, მანკიერი სცენის აღმოფხვრას ჩვენ საჯარო სივრცედან. სწორედ დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამმართველომ უკვე დაიწყო მუშაობა და ამ სამმართველოს ძირითადი ფუნქციები გახლავთ ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯარო განცხადებების მონიტორინგი და მასზე პროაქტიული ქმედება და ამ პროცესში ჩართული იქნება სწორედ სასამართლო. ეს სოფო ბერიძე იყო. ამ წუთებში იწყება ჯაშუშობის საქმეზე დაკავებული გულბაათ რცხილაძის სასამართლო პროცესი. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. რცხილაძე დაკავებულია 2 უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ჯაშუშობისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გასატარებლად უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას სისტემურად მოიპოვებდა და გადასცემდა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩვენი მოთხოვნა იქნება ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, ან გირაოთი განთავისუფლება. ჩვენებას მისცემს, როცა ამბობთ დაკავების შემდეგ ითანამშრომლა და ჩვენება მისცა გამოძიება. რუთანამშრომლია. დევს თუ არა საქმეში აუდიო-ვიდეო მასალები მათ შორის. გარკვეული სახის ვიდეო მასალები დევს დაგიდასტურებთ, უბრალოდ დეტალურად ვერ გეტყვით რა მასალები დევს და რა შინაარსის ვიდეო მასალებია იქ. კონსპირაციული შეხვედრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები არის საქმეში. ბატონი გულბაათ თუ მეგობარს შეხვდებოდა მაგალითად რომელიმე ეგ თუ კონსპირაციულ შეხვედრად უნდა მივიჩნიოთ, ვერ გეტყვით. ქრონიკამ გერმანიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. საქმე ეხება საქართველოს ელჩის მიმართ ქმედებას. ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ხელისუფლებისგან უკვე რამდენიმე თვეა აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება. საქართველოს ხელისუფლების შესახებ კი ოფიციალური მონაცემები ისევ არ არის განახლებული ვებგვერდზე. ელჩს საიტის განახლების მიზეზი მოჰყავს, თუმცა ეს ხელს არ უშლის გერმანიას მონაცემები განაახოს, მაგალითად რუსეთის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა განიხილეს ორმხრივი რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. შეხვედრას ვიცე-პრემიერი თავდაცვის მინისტრის ესწრებოდა. მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით 60.3% მიიღო, რითაც ისტორიაში მეორედ გადააჭარბა 60%-იან ზღვარს. გლობალურ რეიტინგში საქართველოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალ საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია. საქართველოს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს. ქვეყანა მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში. კეთილსინდისიერი ლიდერობა, სასამართლო სისტემის ხარისხი, ბიუროკრატიის ხარისხი, სტაბილური ბიზნეს რეგულაციები, გამჭვირვალობა და ინვესტიციების მოზიდვა. მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპს ბანგლადეშელ ხარს ადარებს. სააკაშვილმა მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტზე შეტევა გრძელდება. ბანგლადეშელი ხარი საოცრად ჰგავდა დონალდ ტრამპს. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა და ხელმისაწვდომია მრავალპროფილური დიაგნოსტიკა და სრული ლაბორატორიული კვლევები. პატარა პაციენტებისთვის ადგილზეა უზრუნველყოფილი ისეთი მაღალტექნოლოგიური პროცედურები, როგორიცაა კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. უახლოეს პერიოდში კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციისა და ქირურგიული პროფილის განყოფილებების ჩამოყალიბებაც იგეგმება. ახალი ინფრასტრუქტურა ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. სამინისტრო ბუნებრივია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება პროცესებს, რომელიც დაკავშირებულია პედიატრიული სერვისების ხელმისაწვდომობასთან და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია, რომ ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სერვისები ხელმისაწვდომი იყოს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. საკმაოდ დიდი ბლოკია, ასე ვთქვათ, ახალი განვითარებული, შექმნილი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ჯანდაცვაზე რეგიონებში ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით პედიატრიულ სერვისებს. კადრების შერჩეული არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები, ჩვენთან შემოსული თითეული პატარა პაციენტი, რომელიც ჩვენ კლინიკას მომართავს, აბსოლუტურად ადეკვატურ და კარგ სერვისს მიიღებს. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიხსნა პედიატრიული მიმართულება, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს 3 სივრცეს. ეს არის ამბულატორია, სადაც სტარტდება გეგმიური კვლევები და გეგმიური ვიზიტი ხორციელდება. შემდეგი სივრცე ეს არის ემერჯენსის განყოფილება. წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესთან დაკავშირებით ფარავნის ტბასთან სოფელ ფოკაში სრულდება სადღესასწაულო ღვთისმსახურება. ფოკაში ელოდებიან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც. მაკუნა აბულაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. დღევანდელი დღე ნამდვილად მნიშვნელოვანია სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ქრისტიანისთვის. დღეს 1 ივნისი ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს წმინდა ნინოს შემობრძანებას და სწორედ აქედან სოფელი ფოკა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, სოფელი ფოკადან ჯავახეთის მთებით შემოვიდა წმინდა ნინო ჩვენს ქვეყანაში და აქედან იწყება მისი გზა უკვე მცხეთისკენ. ბევრი რამ უკავშირდება მოციქულთა სწორი წმინდა ნინოს სახელს და მთავარი რაც არის, ეს არის ის, რომ სწორედ 1700 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა. ახლა სოფელ ფოკაში მიმდინარეობს სადღესასწაულო ღვთისმსახურება, რომელსაც აღავლენ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი, აქ არიან შეკრებილები მღვდელმთავრები, მრევლი, თითოეული მათგანი საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს წმინდა ნინოს შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში და ეს დღე განსაკუთრებულია მრევლისთვის იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს პირველად სოფელ ფოკაში ჩამოვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. ეს არის საქართველოში შემოსვლა წმინდა ნინოსი. ჩვენი ქართველთა განმანათლებელი არის წმინდა ნინო და ყველა სულოცავ, მთელ საქართველოს სულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენს პატრიარქს მეუფე შიოს ულოცავ ამ დღესასწაულს. დღეს პირველად მობრძანდება და დიდებული დღე არის. მთელი ერიზე იმობს ამ დღესასწაულს და ყველას ულოცავ. დალოცოს წმინდა ნინომ ჩვენი საქართველო და გააძლიეროს, განამტკიცოს სულიერად და ხორციელად. 1700 წელი გავიდა, რაც საქართველო უკვე მართლმადიდებლური ქვეყანაა
და დღევანდელ დღეს ნინო აი ფოკიდან შემოვიდა საქართველოში და თელი საქართველო მოციქულების შემდეგ თავიდან მოაქცია ესე მართლმადიდებლობაზე და უმნიშვნელოვანეს თან დღეს არის პირველ ჩამოდის მისი უწმინდესობა ფოკაში და პირველ ჩატარის პარაკის გადაიხდის აქ დღევანდელ დღეს და ულოცავ დღევანდელ დღეს ეჩოს ქვეყანას. წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოში ორჯერ აღნიშნავენ, ერთი როდესაც შემოვიდა წმინდა ნინო ჩვენს ქვეყანაში, მეორე კი მისი გარდაცვალების დღე. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სულ ცოტა ხანში სოფელ ფოკაში ელოდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამე აღავლენს პარაკლისს. პირდაპირ ეთერში მაკუნა აბულაძე საუბრობდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს განათლების მინისტრმა წარუდგინა. გივი მიქანაძემ გიორგი არსოშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ილაპარაკა. არსოშვილი ახალ პოზიციაზე დანიშნამდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.